iPhone 17 Pro Max-ი განსაკუთრებით კოსმიური ნარინჯისფერი თავის პატარა დედმამიშვილთან 17 Pro-სთან ერთად არის ყველაზე მოთხოვნადი მოდელი გაყიდვების დაწყების დღიდან. მოდი მივყვეთ და განვიხილოთ დეტალურად ჩემ ხელთ არსებული iOS 17 Pro Max-ი და ვნახოთ რა აქვს მას ასეთი განსაკუთრებული. დავიწყოთ დიზაინით. ერთი შეხედვით ისევ ის iPhone-ია, რომელსაც ვიცნობ და გვიყვარს. თუმცა ხელში დაჭერისას იგრძნობა, რომ რაღაც შეიცვალა. Apple-მა წელს გადაწყვიტა, რომ ტიტანის ჩარჩო სრულად ჩაინაცვლებინა და ალუმინის unibody დიზაინით შექმნა Pro მოდელები, რომლებიც არის უფრო მსუბუქი და აქვს უკეთესი სითბოს მენეჯმენტი, რაც ხელს უწყობს უკეთეს პერფორმანსს და ელემენტის მუხტის ხანგრძლივობას. ალბათ ყველას ჰქონიათ შემთხვევა, როდესაც წინა მოდელები ითიშებოდა დროებით და ეკრანზე გამოდიოდა შეტყობინება, რომ შენ iPhone-ს დაცხა და ცოტა უნდა გაგრძელდეს. უკანა მხარეზე ვისაუბროთ, სადაც ყველაზე შესამჩნევი განსხვავებაა. კლასიკური კვადრატული ფორმის კამერის ჩარჩო, რომელიც 11 Pro-ებიდან მოყოლებული ჰქონდა, ჩანაცვლდა ეგრეთ წოდებული კამერა პლატოთი, რომელიც მთელ სიგრძეზეა მოთავსებული. ქვედა ნაწილში ალუმინის მატ კორპუსთან ერთად ინტეგრირებული შუში ზედაპირი, რაც პრემიუმ შეგრძნებას იწვევს და შუქსაც ისე ირაკლავს, რომ თვალშისაცემია Apple-ის დამახასიათებელი მინიმალიზმი. და Apple რისი Apple-ია, რომ ეს ახალი განსაკუთრებული ფერი არ დაემატებინათ, რომელსაც ესეთი ჰაიპი მოყვა. აქამდე Pro მოდელებში ესეთი გამოკვეთილი განსხვავებული ფერი არ გვხვდებოდა და ალბათ ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის ამ ჰაიპის. ჯამში შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს არ არის დიზაინის უბრალო რეფრეში და არის წინ გადადგმული ნაბიჯი უფრო დახვეწილი ერთიანი დიზაინის სტილისკენ. თქვენ რას ფიქრობთ ახალ დიზაინზე? ჩემი სუბიექტური აზრით, შავი ფერის 16 Pro Max-ის დიზაინი უფრო მინიმალისტურად და დახვეწილად გამოიყურება. ან, არ ვიცი, შეიძლება ჯერ სიახლის შეგუების მომენტიც არის. გადავიდეთ ახლა ტელეფონის წინა მხარეზე. ეკრანი არის 6.19 ინჩის ზომის 120 ჰერციანი განახლების სიხშირით, პრინციპში იგივე, რასაც წინა მოდელებშიც კარგად ვიცნობთ, თუმცა ამჯერად ორი სიახლე გვაქვს. ეს არის 3000 ნიტიანი პიკური ბრაითნესი და არ ეკვლის საწინააღმდეგო საფარი, რაც საგრძნობლად უკეთეს ხდის ეკრანის ხილვადობას კაშკაშა მზიან ამინდში. Apple-ის თქმით, 17 Pro სერიის ელემენტი გაუმჯობესებულია 20-25%, 16 Pro სერიასთან შედარებით და რეგულარული მოხმარებისას თავისუფლად ძლებს მთელი დღის მანძილზე. პრაქტიკაში შემიძლია დავადასტუროთ და გითხრათ, რომ 17 Pro Max-ის შემთხვევაში ჩემი მოხმარებით დღის ბოლოს საშუალოდ 30%-ზე მეტიც კი რჩება ელემენტის მუხტა. დამუხტვაც გაუმჯობესდა და ეხლა უკვე კაბელით დამუხტვა 30 ვატიდან გაიზარდა 40 ვატამდე, რაც ნიშნავს, რომ 0-დან 50%-მდე დამუხტვა მხოლოდ 20 წუთი დაჭირდება. პერფორმანსის მხრივ iPhone 17 Pro სერიას აქვს დღესდღეობით საუკეთესო A19 Pro ჩიპი, 6-ბირთვიანი ცენტრალური და 6-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი და ასევე 12 GB ოპერატიული მეხსიერება. ვერ ვიტყვით, რომ დღეს iOS 26-ის რეალურ მოხმარებაში რაიმე შეიმჩნევა, თუმცა სამომავლოდ შემდეგ iOS განახლებებში უფრო შესამჩნევი გახდება. A19 Pro იდეალურად უმკლავდება როგორც ყოველდღიურ დავალებებს, ასევე ნებისმიერი ტიპის ფოტო ან ვიდეო ედიტინგის სამუშაოებს. გეიმინგის მოყვარულებისთვისაც 17 Pro სერია ერთ-ერთი საუკეთესო mobile gaming მოწყობილობაა და პირველად წელს უკვე განახლებული გაგრილების სისტემა Vapor Chamber-ის ხარჯზე ყველანაირი შეფერხების გარეშე შეგიძლიათ ისიამოვნოთ საყვარელი თამაშებით. კამერის სისტემებს რაც შეეხება, აქაც გვაქვს საგრძნობი განახლებები. სამივე ობიექტივი არის 48 მეგაპიქსელიანი სენსორით. მთავარი და ფართოკუთხიანი ობიექტივების შემთხვევაში დიდი განახლება არ გვაქვს 16 Pro სერიასთან შედარებით. აი ტელეფოტო ობიექტივმა კი მიიღო კარგი განახლება და როგორც აღნიშნე, ისიც არის 48 მეგაპიქსელიანი 2.8 დიაფრაგმით 4x ოპტიკური ზუმით. მოიცა 16 Pro-ს ხო 5x ოპტიკური ზუმი ჰქონდა და მაშინ აბა ტელეფოტო ობიექტივს ახალი სენსორის ხარჯზე მეტი სიღრმე აქვს. ჯამში უკეთესი ხარისხის ფოტოებს იღებს და როგორც Apple ამბობს, შეგიძლიათ ოპტიკური ხარისხის 8x ზუმითაც კი გადავიღოთ ფოტოები. შემდეგი თქვენთანაც შეაფასოთ. Selfies კამერას განაახლა Apple-მა და ეხლა გვაქვს 18 მეგაპიქსელიანი კვადრატული სენსორი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მეტი სივრცე მოხდეს კადრში და არ დაგჭირდეს ამოტრიალება ტელეფონის. ასევე AI-ის დახმარებით Center Stage ფუნქციონალით თვითონ მიხვდება კადრში რამდენი ადამიანია და ის მოარგებს ფრეიმს გადასაღებად.
ვიდეოს და აუდიოს ხარისხით საკმაოდ გაუმჯობესებულია და თითქოს იმდენად აღარ შეიმჩნევა კრიტიკული სხვაობა წინა და უკანა ობიექტივებს შორის, რაც ვლოგერებისთვის ძალიან კარგი ამბავია. ეხლა ვიღებ წინა კამერის სტანდარტული რეჟიმით, ხმაც მოდის პირდაპირ ტელეფონიდან და თქვენთან შევაფასებთ ხარისხი. კამერის ახალ ფუნქციონალებს შორის არის ორმაგი გადაღების რეჟიმი, რომლითაც შეგიძლიათ ერთდროულად გადავიღოთ როგორც წინა, ასევე უკანა კამერებით, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ეს გამოსადეგი. შევაჯამოთ. iPhone 17 Pro სერიაში გვაქვს განახლებული დიზაინი და მათ შორის ახალი კოსმიური ნარინჯისფერი, უფრო მაღალი სიკაშკაშე და ანტი-არეკვლის საფარის მქონე ეკრანი, გაუმჯობესებული ელემენტი და უფრო სწრაფი დამუხტვა. განახლებული A19 Pro ჩიპი, რომელიც ნებისმიერი ტიპის სამუშაოს გამოყოდება, იქნება ეს ყოველდღიური მოხმარება, გეიმინგი თუ პროფესიონალური ფოტო, ვიდეო გადაღება, მონტაჟი. და ხო, განახლებული კამერების სისტემა, მათ შორის selfies კამერაც. მოკლედ რომ ვთქვათ, დღევანდელი მოთხოვნებით იდეალური მობილური მოწყობილობაა, თუმცა ვფიქრობ, ბიუჯეტის გათვალისწინებით სტანდარტული iPhone 17-იც ყოველდღიური მოხმარებისთვის იდეალურია და ასევე iPhone 16 Pro და Pro Max-იც ღირსეული კანდიდატები არიან. აქვე შეგიძლიათ იხილოთ ჩემი განხილვა iPhone 16 Pro Max-ის 1 წლის შემდეგ. იმედია, მოგეწონათ ვიდეო და მცირედით მაინც დაგეხმარათ არჩევანის გაკეთებაში. თუ ასეა და ლაიქსაც არ დაიშურებთ, ნამეტანი გამახარეთ. ასევე თუ ტექსტი ახლებით თქვენთვის საინტერესო თემაა, მაშინ არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ და ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.